დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო ყველას და განსაკუთრებით მათ ვინც სწორედ ახლა შემოგვიერთდა, როდესაც გვაქვს ხოლმე სტუმრის ბლოკი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტუმარი უკვე ჩვენთან არის და მე შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, მშვენიერი, მიმზიდველი, ასე ვთქვა და მომხიბვლელი. ჯანმრთელობის სახლიდან მყავს სტუმარი, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი სოფო ყვალიაშვილი. სოფო, დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა. იცი, ყოველი ჩვენი არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ. არის ხოლმე რაღაცნაირად განსაკუთრებული. ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სტუმარი აბსოლუტურად განსხვავებულია, ხო? აქედან გამომდინარე, მაგრამ მე მინდა უბრალოდ თქვენ აი ეს თავიდანვე ეს კომპლიმენტი იქიდან დავიწყე, რომ რაღაცა სიხალისე, რაღაცა სილაღე შემოიტანეთ ნამდვილად. მე მგონი დამეთანხმები ეგ არა. გეთანხმებით, ან რატო გეთანხმებით? ეხლა არსებობს ძალიან ესეთი არაჩვეულებრივი ფორმა თქვენობითი საქართველოში, რომელიც არის ერთი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატვის ფორმა და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა იქ ასაკით შენზე ძალიან უფრო ადამიანს ელაპარაკები თუ შენ თულს. ეს არის ელემენტარული ფორმა მიმართვის, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომელთანაც აი საუბრისას მიუხედავად იმისა, რომ პირველად 5 წუთი ნახე საერთოდ ასე გონია შენ ცხოვრებას, ხო, გამოყენება გიჭირს. ხო, აი ეს კომპლიმენტები დავიწყეთ შენობითი ფორმიდა ახლა. ხო, დავიწყებთ ჩვენ თემაზე მე აი ეს რაღაც ინტრიგა მეთქე ვახსენე და მართლა იყო ნებათ აღელვა, იმიტომ რომ ძირითადი რა თქმა უნდა ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მაგრამ ერთ-ერთი და მთავარი არის სწორედ აი ეს ინვიტრო განაყოფიერება და თქვენც ალბათ დამეთანხმებით იყო ეს დიდი ნებათ აღელვა და ასე შემდეგ და აზრთა სხვაობა. მე ახლა არავის ასე ვთქვათ არ როგორ გითხრათ, მე არავისი აზრი არ მაინტერესებს, მე მაქვს ელემენტარულად დავუშვათ ჩემი აზრი, რომელიც არის ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დადებითი. მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ ამ საქმის უკან არის სიკეთე. არ ვიცი ხა მე შეიძლება ძალიან ბევრი შემეწინააღმდეგო, შემეკამათოს და ასე შემდეგ, ასე მე ასე ვთვლი. აი ძალიან საინტერესოა გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგის სოფო ყვალიაშვილის ასე ვთქვათ აზრი. დავამატებდი მე, ეს არის ისეთი არსებობს რაღაცა საკითხები ცხოვრებაში, რომელსაც ქვია ელემენტარულად შენი პირადული და ინტიმური. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ყველანაირ არჩევანს თავის ცხოვრებაში, რაც მიმართოს და რაც არ მიმართოს, ისაკეთებს რაღაცა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მისთვის მნიშვნელოვანია თავად. და რაც მთავარია იმისთვის, რომ იყო ბედნიერი. არა, შეიძლება იყო ბედნიერი, მაგრამ რაღაცა გზას არ ცნობდი ამ ბედნიერებისთვის, რაღაცას ცნობდი. ამ პოლემიკას თავი დავანებოთ. უბრალოდ ვიტყოდეთ იმას, რომ თვითონ ფაქტი ინვიტრო განაყოფიერება უკვე არსებობს. რა კი არსებობს, ამიტომ ჩვენ დილის ეთერში მოდით მივხედოთ იმას. არა, მე უბრალოდ მე ხა ჩემი აზრი დავაფიქსირე. არა, მე არ კამათობ, უბრალოდ მე ყველას პატივი ვცემ. არა, აბსოლუტურად შეიძლება შემეკამათოს, მე არავის მე ხო არ ვახო არავის თავზე, ხო. მე უბრალოდ მე ასე მიმაჩნია, თქო, მე ჩემი ასე პოზიცია დავაფიქსირე. ამიტომაც არის ადამიანი თავისუფალი თავის არჩევანშიც და გადაწყვეტილებაში. 21 საუკუნეში. მოდი სოფო ჯერ აი ჯანმრთელობის სახლის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა და შემდეგ უკვე აი იმ საკითხზე, რომელზედაც და ორმაგად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სახლი და მისი ხელმძღვანელი ხა ახსენებს სოფო ვინც არის, იმიტომ რომ სწორედ ჩემი მეორე შვილის მოვლინება ამ ადამიანის დახმარებით მოხდა და ასე თქვა ჩემგან პირადად რა ვემახსოვრები, მაგრამ დიდი მადლობა მას. კი, განწყობა მე პირადად ნამდვილად არაჩვეულებრივი მაქვს. დიახ, კლინიკა ჯანმრთელობის სახლი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესორი ამირან ქორიძე, ეს გახლავთ სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ამირანი გახლავთ, მე გინეკოლოგი. სულ 2 წელია, კლინიკა არსებობს 14 წელია, მაგრამ უკვე 2 წელიწადზე მეტია. კლინიკაში გაიხსნა ინვიტრო განაყოფიერების განყოფილება ფუნქციონირებს, უბრალოდ კლინიკას მოწვეული ყავს ისრაელიდან, კერძოდ ქალაქ თელ-ავივის შებას საუნივერსიტეტო კლინიკიდან რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ჯეშუა დორი. ემბრიოლოგებთან ერთად. სწორედ ისინი სრული შემადგენლობით უწევენ კონსულტაციას და შემდგომ შესაბამის მკურნალობას უშუალოდ წყვილებს. ინვიტრო ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი დორის კვალიფიკაციისა და მისი კლინიკური გამოცდილების მიხედვით ექიმი დორი ამ დარგში მოუღვაწ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექიმი. გახლავთ ეს შემიძლია აბსოლუტურად ხმამაღლა თავისუფლად ვთქვა. ექიმი დორის მიერ პირველი ინვიტრო განაყოფიერება განხორციელდა 1991 წელს. სულ 4 წლის შემდგომ, როდესაც პირველი ინვიტრო განაყოფიერება წარმატებული, რომელიც სრულიად ჯანმრთელი გოგონას დაბადებით ეს ლუიზა ბრაუნი გახლავთ ალბათ იცით. სულ რაღაცა 4 წლის შემდგომ უკვე
პროფესორმა დორმა თვითონ გააკეთა ინვიტრო განაყოფიერება და წარმატებული, რა თქმა უნდა, წარმატებულად და მას შემდგომ უკვე ძალიან აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში და ძალიან ისეთი წარმატებული ექიმი გახლავთ, დიახ. გარდა ამისა, პროფესორი დორის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი წარმატებული რამ მედიცინაში, აი ეს მინდა აღვნიშნო 2005 წელს ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც დაესვა ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი, ქიმიო და სხიური თერაპიის წინ განხორციელდა ერთ-ერთი საკვარცხის კრიოპრეზერვაცია, კურნალობის შემდგომ ამოღებული იქნა, ესე იგი განხორციელდა ამოღებული საკვარცხის კრიოპრეზერვაცია, მკურნალობის შემდგომ უკვე განხორციელდა ამოღებული საკვარცხის ტრანსპლანტაცია, ანუ ჩანერგვა მეორე საკვარცხეში და ინვიტრო განაყოფიერების მეშვეობით გააჩინა ბავშვი. და ეს ყოველივე სწორედ ექიმი დორის მეშვეობით განხორციელდა. და ეს ონკოლოგიური პრობლემა? ის მოგვარდა, რა თქმა უნდა, ონკოლოგების მიერ იყო ნებართვა, რა თქმა უნდა, რომ მას შეეძლო უკვე ეს, რა თქმა უნდა, ის როგორ გაიარა სრული კურსი ამის, შემდგომ უკვე ონკოლოგებთან შეთანხმებით განხორციელდა იმ შენახული საკვარცხის ტრანსპლანტაცია და როგორც წესი უკვე 6 თვის მერე იწყებს ხოლმე ფუნქციონირებას ასეთი საკვარცხე და საკმაოდ თან ვიცით ეს ცნობილია, რომ ონკოლოგიური დაავადებები იმ გარკვეულ სიმსივნურ უჯრედების ზრდაში ხელს უწყობს და პირიქით ეს რაღაცა მაპროვოცირებლადაც ითვლება ხოლმე და ამიტომ ესეთ ორსულობა და ეგ პრობლემა ცოტა გასამიჯნია ხოლმე. გასამიჯნია ხოლმე, მაგრამ გააჩნია აქ უკვე სიტუაციას, რა თქმა უნდა, მუშაობს ამ შემთხვევაში და ნუ სწორად უნდა მოხდეს ამის გამიჯვნა, დაგეგმა, რა თქმა უნდა, შემდგომი ორსულობის, ნუ იცით რა, თვითონ ეს შებას კლინიკა, საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც აი ეს ყველაფერი განხორციელდა, ნუ დაკომპლექტებულია ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდით, ეს გახლავთ, ნუ აი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, სადაც არის ყველა პროფილის ექიმი და აი ერთობლივად ისინი ღებულობენ ხოლმე გადაწყვეტილებას აი ამის შესახებ და ნუ ძალიან ანუ ჩვენი ექიმები ვთქვათ ამ თქვენი მოწვეული სტუმრის დახმარებით აქ ადგილზე იღებენ გამოცდილებას და სწავლობენ თუ რამე გაცვლითი პროგრამაც გაქვთ და გეგმაში. მოგახსენებთ ამის შესახებ, საერთოდ ეს წამოწყება დაფუძნებულია სამომავლოდ ადგილობრივი კადრის მომზადებაზეა დაფუძნებული. ხა მე თვითონ პროფესორ დორთან ერთად მუშაობ და სწორედ კვალიფიკაციაა ჩემთვის ეს, გარდა ამისა ერთი თვე ხა ვიყავი სტაჟირებაზე, სწორედ აი შებას კლინიკაში და ასევე ასუტას კლინიკაში პროფესორი დორის მიწვევით ვიყავი და იქ გავიარე სწორედ ეს კვალიფიკაცია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია სწორედ აი ესეთ ადამიანის კვალიფიკაციის პროფესორთან. დაუბრუნდეთ, მოდი ისევ საქართველოს და დაუბრუნდეთ ჯანმრთელობის სახლს და უშვილობის პრობლემას, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ დღეს საქართველოში ასე ვთქვათ ძალიან აქტუალურია. ეს სტატისტიკის მიხედვით რომ მივყვეთ, თქვენ თუ გაქვთ აი მონაცემები აი უშვილობასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, მოგახსენეთ, უბრალოდ ერთი რაღაცა კიდე დავძინო, რომ თუ პაციენტებს ეს ექიმი დორი მზათაა დაეხმარო საქართველოში აი მსგავსი პრობლემების მქონე წყვილებს, აი ონკოლოგიური დაავადებების მქონე წყვილებს, თუ კი ამის სურვილი ექნება. მისი კეთილინება, ანუ აი მაქსიმალურად მისაღებ, ვთქვათ, რომ პაციენტი ძალიან არ ვთქვათ ეკონომიურ ფაქტორთან არის, ხო, ეს დაკავშირებული და ემზადა მაქსიმალურად გაუწიოს აი დახმარება აი ესეთ წყვილებს. თან აი მით უმეტეს ეს ალბათ ორ მაგათ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად აი ძალიან ხშირად ქონია ჩვენ საუბარი და სტუმრები მამოლოგები ყოლია, იმიტომ რომ გაახალგაზრდავდა ეს დაავადება და თავისთავად ცხადია, ახლა ეს არის ასაკი, როდესაც ხარ რეპროდუქციულ ასაკში და ეს არის პერიოდი და იმდენად 20 და 21 როდესაც ცხოვრება გიხარია. ხო, 21 და 20 წელი როცა დაისმება ეს დიაგნოზი, წარმოიდგინე ხარ რა დიდი პროცენტია რომ ყავდეს იმ წუთში შვილები, ხო მართალია და არა და სამომავლოდ ეს ყველაფერი გინდა გარდა ჯანმრთელ ცხოვრებასთან ერთად. სამწუხაროდ ეს როგორც აი დაავადებები, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები და სწორედ აი ამას მიუყავართ შემდგომ აი უშვილობასთანაც ამის შესახებაც ვისაუბრებ თუ კი მოგვეცემა საშუალება. გადავალ აი თქვენ გავცემდია პასუხს თქვენ დასმულ შეკითხვას. ეს იგი დღესდღეობით აი საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს უშვილობა, იმიტომ რომ უშვილო ქორწინების სიხშირე აი არსებული მონაცემების თანახმად 10-15-დან 18-20%-მდე მერყეობს. საქართველოში 30,000 წყვილი უშვილო გახლავთ. და აი ამ პროცენტული საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ამ
პროცენტული მაჩვენებლიდან არის კიდევ აი იყოფა რომ ქალის უშულობის ხვედრითი წილი გახლავთ 40-55%, მამაკაცის აი 20-დან 40-მდე მერყეობს აი ესეა, კომბინიური გახლავთ 10% და არის უცნობი ეტიოლოგიისად სამწუხაროდ ერთად ვერ ხდება. ბიოლოგიურ შეუთავსებლობას რო ეძახიან ვითომ. დიახ, ხო, ვერ ხდება სამწუხაროდ და მედიცინა უძლურია, თქვა, სწორი დიაგნოსტიკა ვერ ხერხდება, თქვა, ეს არის ეს გახლავთ 10%, ხო? ახლა რაც შეეხება დეფინიციას, თვითონ განმარტებას, ხო? აი უშვილობა, როდის ვსაუბრობთ უშვილობაზე და როდის ვსვავთ ამ დიაგნოზს, ხო? ან როდის უნდა შემოუკრათ, ასე ვთქვათ, საგანგაშო ზარი. დიახ, აი მაგასაც ვიტყვი და იქ გააჩნიათ, თქვა, ასაკსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დიახ. საერთოდ აი უშვილობაზე ვსავთ თუ კი 1 წელი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში წყვილი არ იყენებს კონტრაცეფციულ საშუალებას და ორსულობა არ დგება, მაშინ უკვე ვსვავთ დიაგნოზს უშვილობა. პირველად უშვილობა შეხება. ასევე არის მეორადი უშვილობა, როდესაც ანუ პრეცედენტი ყოფილა. ანამნეზური მონაცემებით, ანუ ერთი ორსულობა მაინც იყო, თქვა, ანამნეზში და გამეორდებ, რომ ყავე რეგულარული სქესობრივი ცხოვრების პირობებში არ იყენებს წყვილი კონტრაცეფციულ საშუალებას და უშვილობა არ არის. და ასევე არის აბსოლუტური, ეს კი როდესაც საქმე გვაქვს უკვე რეპროდუქციული სისტემის ორგანოთა თანდაყოლი პათოლოგიასთან, ნუ ეს უკვე კიდევ უფრო მძიმე თემა. კიდევ უფრო მძიმე თემა, ნუ იქ უკვე აღარ დავწრომადები, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ეს თემა. და მაგრამ კიდევ ერთი რამ მინდოდა მე თქვა, იცით რა შეასაქმე ხა ძალიან დიდი მნიშვნელობაა კიდევ აი როდის ასაკს იმიტომ რომ ეხლა თქვა 23 და 24 წლის გოგონა როცა სთხოვდება თქვა და იქ თქვა 1 წელი არ არის ორსულად, ნუ გასაგებია რომ მანას 1 წლის მერე უნდა მიმართოს ექიმს და უნდა რაღაცა დაიწყოს თქვა გარკვევა მაინც მე არ ვამბობ რომ მაინც თქვა უხეში ჩარევა და არა, ნუ მიზეზების დადგენა რომ რეპროდუქციული თუნდაც იმისთვის რომ ინახოს რეპროდუქციული თვალსაზრისით ჯანმრთელი არის თუ არა, თუნდაც ეს. და თუ ამას გათხოვებამდე გააკეთებს კიდე უკეთესი. ეს და ჯერ საერთოდ აი მოზარდობის პერიოდშიც იცით, არის მთელი რიგი რაღაცა პრობლემები, აი მოზარდ და ხო არის გინეკოლოგია. მთელი რიგი პრობლემებია, ესე გახლავთ მეტაბოლური დარღვევები, ვთქვათ, ჰიპერანდრო, მთელი რიგი სხვადასხვა პრობლემები და აი ეს მინდა დავძინო რომ აი დროულად და ადეკვატურად მიღებული ზომები ჯერ კიდევ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ეს არის საწინდარი ვთქვათ რეპროდუქციულ ასაკში აი რაღაცა პრობლემები იმისათვის რომ ნაკლებმა პრობლემებმა იჩინოს თავი ხო მაგრამ აი კიდევ იმას დავძენდი რომ ხა დიდი მნიშვნელობა კი 23-24 წლის არის ვთქვათ ქალბატონი თუ არის ვთქვათ იგივე 30-35 40 წელზე აღარ არის საუბარი იცით რა მე ვთქვათ ეს რჩევას მივცემდი რომ ვთქვათ 1 წელიც ნუ დაელოდებოდა ვთქვათ თუ შედარებით სხვა ასაკშია იმიტომ რომ ძალიან ცვალება აი ეს რეპროდუქციული ფუნქცია სენსიტიურია საოცრად ყველაფრისადმი სენსიტიურია და დიახ ძალიან კლებულობს იცით რომ აი ეს რეპროდუქციული დაურსულების შანსი იმიტომ რომ აი თქვა 35-დან 44 წლის ასაკის ქალებში უშვილობის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ში ადგენს ხო ეს შვილოსნობის ფუნქცია ასაკთან ერთად განიცდის ცვლილებას 30 წლიდან იწყებს კლებას და 40 წლის შემდგომ უკვე მნიშვნელოვნად კაცმა არ იცის შემოდგომა როდის მოგვაკითხავს იცით რა გარდა ამისა ესეც გასათვალისწინებელია რომ ასაკთან ერთად მატულობს თვითნებითი აბორტების შანსი ესეც გასათვალისწინებელია აქ მარტო დამდგარი ორსულობა კი არ არის მნიშვნელოვანი ამას მიყვანა უნდა კიდე ბოლომდე უნდა 20 წლიდან 40 წლამდე ეს მაჩვენებელი თითქმის ორმაგდება ასევე ესე იგი შესაბამისად იგი დაურსულების ალბათობის შემცირება და თვითნებითი აბორტის რისკის მატება უკვე მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვის გაჩენის შანსს კი ბატონო ასევე მამაკაცის რეპროდუქციული ესეც საინტერესოა. ორი ხო, იმიტომ რომ ეს არის წყვილის პრობლემა. ეს ერთი და მე ამბოლოდროს მამაკაცების შეგნებამაც, დამოკიდებულებამაც, მენტალიტეტმაც განაპირობა ის, რომ ჯერ ერთი დავიწყო ტექნიკურად მამაკაციდან დაიწყო უშვილობის გამოკვლევა, ეს უფრო მარტივია, ხო? ესეა გაცილები და როგორც კი ამ პრობლემას გამორიცხა უკვე ფრთა გაშლილი ექიმს, ეს ერთი ნიუანსი და პლუს მამაკაცები მივიდნენ იმ დონეზე, რომ ეს არ არის ქალის ბრალი, როგორც აი თუნდაც ერთი 30 წლის წინ იყო, აი ცალსახად ჯვარზე იყო გაკრული ქალბატონი.
ასე რომ მივხედოთ რა ხდება მამაკაცებში. დიახ, აი ეს კი რა შეეხება ეს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას, ეს პიკს აღწევს 35 წლის ასაკში, მნიშვნელოვნად მცირდება 45 წლის შემდეგ, თუმცა კი ჯანმრთელი მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქცია 70 წლამდე კი შეიძლება იყოს. კი, რამდენი შემთხვევა გაგვიგია, კი ბატონო. გარდა ამისა, აი ასაკთან ერთად ესეც მინდა დავძინო, რომ მატულობს ტრისომიების რიცხვი. კი ბატონო. ანუ სამომავლოდ გენეტიკურად განპირობებული დაავადებები, კი ბატონო. მაინც რაღაცა დროულად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება. ჩვენთან ორი პრობლემაა ხოლმე, ხო, თამუნა, 16 წლის ასაკში უნდა მოიყვანოს ცოლი, ან მე უკვე 40-ის იქენ ძალიან ჭირს. იცით რა, აი ძალიან მნიშვნელოვანია კი სამწუხაროდ ყველაფერს ამას და აი სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობასაც რატომ იცით, ეს უზრუნველყოფს ინფორმაციულობის მაღალ დონესაც. თავისთავად. კერძოდ ისინი უფრო მეტად არიან ინფორმირებული, აი თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების შესახებ, უფრო უშუალობის პრობლემების დაძლევის საკითხში და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, აი ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც აი ხელი შეუწყო, ესე ვთქვათ, აი ამ პრობლემის აქტუალობას, ეს გახლავთ მოგვიანებით ასაკში ქორწინების სიხშირის ტენდენციის მატება. ეს გლობალური პრობლემა გახლავთ, ეს არ გახლავთ საქართველოს, არის მსოფლიო პრობლემა. არა, თან ზოგადად ევროპაში დაუშვა და იგივე საზღვარგარეთ ზუსტად მერე უფრო ხდება ხოლმე. უფრო მეტად არის, დიახ, აი კიდევ უფრო მეტად არის, დიახ და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ და ძალიან შეუწყო ამანაც ხელი, იმიტომ რომ რეპროდუქცია როგორც მოგახსენეთ, ხო, ჯობია რომ დროულად იქნას ისიც მიღებული მაინც გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სოფო, მე ხა დავსვამ კითხვას, რომელიც მე ვფიქრობ, რომ როდესაც რაღაცა გარკვეული ბუნტი თუ სიამოვნება წამოვიდა, იმიტომ რომ განაყოფიერების წინააღმდეგ ერთ-ერთი ესეთი განმაპირობებელი მიზეზი იყო სწორედ მისი ტექნიკური მხარე. ანუ ჯერ ორიოდე სიტყვით ჩვენ აი გავსაზღვროთ თქვენ ისეთ პოპულარულ ენაზე მსმენელებს აუხსნათ რა ხდება ინვიტრო განაყოფიერების დროს და ამ შემდგომ ასე ვთქვათ მოაყოლეთ ის ამბავი, როდესაც ხდება რამდენიმე განაყოფიერებული კვერცხლჟედის ჩანერგვა. აქ ხოტყუპების რისკი დიდია და პირიქით არის შემთხვევები, როდესაც პირიქით ალბათ მშობლს კიდეც უნდა, როცა ესეთი პრობლემა იყოს ბარემ 2 ბავშვი, 3 ბავშვი და მე ახლა ცოტა არასამედიცინო ტერმინოლოგიით ვიტყვი, რომ მაინც ფართო მსმენელისთვის უნდა იყოს ეს გასაგები, მე წამოვიდე ძალიან ცუდი ხმები, ის რომ იქ ჩაინერგება 3-4 განაყოფიერებული კვერცხლჟედი, მე თუ აი ორმა ფეხი მოიკიდა, ან შეიძლება 4-ვე მათი იქ ხდება იმ დანარჩენი 2. ხო ხდებით ახლა მე სად მივდივარ. ასე რომ მოდით გავაქარწყლოთ რა ეს და ცოტა უფრო კულტურულად და სამედიცინო ენაზე და ცოტა მაღალი მენტალიტეტის მქონე ადამიანების ენაზე ავხსნათ ეს რომ ესე მთლად ესე არ არის. საკითხს აქვს სხვანაირი სხვადასხვა მხრივ როგორც თქვით ეს არის ინდივიდის გადასაწყვეტი თვითონ ეს სხვა მომენტია, მაგრამ ახლა სამედიცინო მხრიდან ავხსნათ რომ აქ არა აქვს ბარბაროსობას მხარე. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ამის შესახებ. საერთოდ წარმატებული ინვიტრო განაყოფიერება, მოდით აი ამით დავიწყებ. ესე იგი, დამოკიდებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ კვალიფიკაცია ექიმის. თავისთავად. გარდა ამისა, რომ როგორც ყველაფერში და რა თქმა უნდა, ვის ხელში სწორად შეფასდეს, სწორად მოხდეს ყველაფრის განსაზღვრა, შეფასდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. ამით დავიწყე საუბარი, იმიტომ რომ ექიმმა უნდა განსაზღვროს, რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმების სწორედ ის, რომ მთელი რიგი რაღაც ფაქტორების გათვალისწინებით, სწორედ რამდენი ემბრიონის გადატანა უნდა მოხდეს საშუალოსნოს ღრუში. ეს პაციენტთან შეთანხმების საფუძველზე ხდება, რა თქმა უნდა, დავძენ, მაგრამ სწორედ ის გახლავთ კვალიფიკაციის მაჩვენებელი, სწორედ რომ სწორად იქნას განსაზღვრული, რომ პაციენტის ასაკს აქვს მნიშვნელობა, დიახ, იქ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოსავლის პროგნოზს, რა თქმა უნდა, რამდენი ემბრიონი იქნას გადატანილი საშუალოსნოს ღრუში. თუ ეს სწორად იქნება განსაზღვრული და დაგეგმილი ზუსტად, აი ეს თქვენ რაც ბრძანეთ, იქ საშიშროება ნამდვილად არ, მაგ საშიშროების წინაშე არ დადგება არც პაციენტი და არც რაღაც ერთი ნაყოფიერად და ასე შემსხვავად ეს უნდა მოხდეს. არა, იცით რა შესაძლოა, მაქსიმალურად მინდა ითქვას ყველაფერი ის რაც არის სწორი და სამედიცინო ტერმინოლოგიით თუ ასე ვთქვათ მიმართულებით განსაზღვრული, რომ როდესაც ადამიანს აქვს ინფორმაცია მეტი და აქ მეტი განათლება, მერე განაჩენის გამოტანება და ლინჩის წესიც გაყვანა, უბრალოდ ვთქვათ, უფრო გარდა ამისა, იგივე ემბრიონები, დიახ, როდესაც ხდება ბევრი ემბრიონის მიღება. ხდება გადატანა საშუალოსნოს ღრუში იმდენი ემბრიონის, რამდენიც
საჭიროდ იქნა მიჩნეული იმ სიტუაციაში და ის დანარჩენი ემბრიონები ხდება შენახვა ხდება ამ ემბრიონების და აი როგორ გითხრათ ძალიან მეთვალყურეობის ქვეშ რომ მაქსიმალურად და ძალიან ბევრი პაციენტია როდესაც აი თქვა წარუმატებელი იქნა პირველიც და მეორე ყოლია ესეთიც რომ მესამე ცდის შენახული ემბრიონები ცოტა მარტივ ახლა საუბრობ პოპულარულ ენაზე ხდებით რომ გათვლილი გასაგები აი შენახული ემბრიონების მესამე ტრანსფერის ანუ გადატანის დროს საშუალოსნოს გრუში ყავს ასეთი პაციენტები რომლებიც უკვე იმშობიარეს და კი, გასაგებია. კარგად არიან. ამიტომ მინდა აღვნიშნო რომ არ შეიძლება აი ესე რაღაცა ინფორმაცია ხო აი ეს მინდა თქვა რომ აი მაქსიმალურად ექიმი და მე არ ყველა ექიმს ვთვლი რომ ალბათ ესე და მით უმეტეს ჩვენი კლინიკაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ რომ აი ყველა ემბრიონი ის არის აბსოლუტურად სათუთად მოვლილი იმის ქვეშ რომ მაქსიმალურად იყოს წარმატებული იყოს პაციენტი კმაყოფილი და ჩვენთვისაც ეს ძალიან დიდი ბედნიერება იმიტომ რომ მთელი კოლექტივი არის ჩართული აი ამაში და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იყოს წარმატებული და კმაყოფილი იყოს პაციენტიც და ჩვენთვისაც ეს ძალიან დიდი ბედნიერება ესე მინდა. მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი რომ ჩვენი რადიო ეთერის მეშვეობით არაფრის ასე ვთქვათ მოწოდება არ ხდება, ეს არის აბსოლუტურად მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ყველა ჩარჩოს დაცვით რა ხდება რეალობაში, შესაძაც ხარ ინფორმირებული, ხარ ყველაფრისგან დაცული და ასთავარია განათლება ბევრ განსაზღვრავს. ეხლა ნებისმიერი ადამიანი არჩევანს აკეთებს თვითონ. მით უმეტეს ეს ისეთი საკითხია, რომ აქ ძალიანაც რო გინდოდეს გარედან ვერ ჩაერევი. ეხლა სულ რომ მოწოდება კი არა, სულ რომ რაღაცა თმები გავიშალო ეხლა და არა ესეა თქო, მაინც რა თქმა უნდა ეს იმდენად, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად შენი ცხოვრება. მე დავუშვათ ადამიანს, რომელსაც მაქვს რაღაცა შანსი და მინდა რომ ვიყო დედა, ხო? ნუ ეხლა როგორც არ უნდა იყოს ნებისმიერი ქალი, მაშინ ახარ შემდგარი როცა მინდა რომ იყო ეს დედა. გასაგებია, ეხლა მე აბსოლუტურად არის უამრავი ქალბატონი, რომელიც არ არის დედა და ნუ შეიძლება თავს ძალიან კარგადაც გრძნობენ, კარგადაც არიან ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ რაღაც აი ქვეცნობიერად, მაინც რაღაცა შინაგანად, მაინც ნუ გინდა, ყოველ შემთხვევაში სურვილი მაინც არის და თუ კი მოხდები აი ელემენტარულად ისეთი სპეციალისტების ხელში დაუშვათ, თუნდაც როგორც თქვენ ახლა აღნიშნეთ და მოხდები იგივე ჯანმრთელობის სახლში და შეგიქმნიან აი ამ ყველაფერ პირობებს, ხო? აქედან გამომდინარე ეს უკვე თავად წვიტავს მე ახლა შენ ეს გინდა ამის გაკეთება დაუშვათ, არ გინდა თუ ასე. თუმცა თამონა აქ ისიც უნდა აღინიშნოს ეს ბოლო-ბოლო ეს ინვიტრო არ არის არ ეტაკებიან არავინ ამ ინვიტროზე, ხო? მე მგონი ექიმის მოწოდება სწორედ ის არის, რომ ქალის და მამაკაცის მე ჩემი თვალით მყავს ნანახი ეს ბავშვი, ნუ არაჩვეულებრივი. არა, მე სხვა რამეს ვუწევ. რაღაცა ხდება კვლევა. აი მაშემლი. ხო, ექიმებისგან ხდება ყველაფრის იმის მოწოდება და პლუს ამას ხელშეწყობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ბუნებრივი გზით. ეს ინვიტრო არის დატოვებული ასე ვთქვათ შანსი ერთ-ერთი. სწორად მიიღოს გადაწყვეტილება იქ და სწორად შეფასდეს პირველ რიგში. რეპროდუქციული მდგომარეობა ნებისმიერ საკითხის დროს ეხლა სულ დავანებოთ თავი ინვიტროს, როდესაც მიდიხარ ექიმთან, ის ექიმი რაღაცას გეუბნება, ხო, გირჩევს და აქ არის კიდევ მე ჩვენ არაერთხელ ვიხსენებია ეს ნდობის ფაქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია. შენ თუ ენდობი იმ ექიმს და მიყვები ბოლომდე ის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ კი არ ენდობი და თუ კი მე გამოხვალ იქიდან, ნუ ეხლა შენ საწახვალ, მე უკვე ექიმის პრობლემა აღარ არის. განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა განწყობის დროით დარჩება ვთქვათ თქვენი მაესტრო ამ საქმეში თქვენთან და ხო აი ხა ჩამოდის მაისის თვეში გაკეთდება აი ეს ინვიტრო განაყოფიერება და მსურველებს თუ სურვილი აქვს თუ მაქვს ამ უფლება კი რა თქმა უნდა გავაჟღერებ ამას მსურველებს შეუძლია მომართონ ჩვენს კლინიკას ანუ ნებისმიერ დროს აბსოლუტურად 1 მაისამდე ხდება პაციენტთან ჩაწერა დიახ და მომზადება ეს ეხება იმ ონკოლოგიურად დაავადებული მანდილოსნებს თუ იქამდე ცალკე რიგია თუ არა მოგახსენეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პაციენტს სამუშაო საათებში შეუძლია მომართოს ჩვენ კლინიკას. მივიღებ პაციენტს, მოხდება ამ პაციენტის ჩაწერა, შედგება გეგმა, ვთქვათ, როგორ უნდა მოხდეს გამოკვლევა, რას
ანუ ჯერ თქვენ თანხდება ეს ჯერ ჩემ თანხდება თავისთავად და მე რა თქმა უნდა იცით ახლა ნაწილი რა თქმა უნდა უკვე პროფესორ დორთან ჩაეწერება კონსულტაციაზე იმიტომ რომ იცით რა არის რა ნაწილი პაციენტებისა რომელიც ესე ვერ უცებ ვერ მოხერხდება ეს იმიტომ რომ იქ რაღაც თუნდაც აი ონკოლოგიურ პაციენტებს იქ რაღაცა შემზადება ჭირდება და მომზადება საჭირო ნუ მთელი რიგი რაღაც ნიუანსები რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული მაგრამ ამისთვის სწორედ უნდა მოვიდნენ ახლა და სხვა პაციენტები უკვე ნებისმიერ ვისაც სურვილი აქვს რომ უკვე მაისის თვეში გაკეთდეს ინვიტრო განაყოფიერება ნებისმიერ დროს შეუძლია მომართოს ჩვენ კლინიკას მივიღებთ მოხდება მათი გამოკვლევა სრული და რამდენ ხანს დარჩება პროფესორი დორი? პროფესორი დორი იქნება ჩვენთან მაისის შუა რიცხვებში იგეგმება ეს დიახ იქნება რამდენი ხანიც არ იქნება დაახლოებით ალბათ მაქსიმუმ 1 კვირა ეს აბსოლუტურად საკმარისია იმიტომ რომ თავიდან ხდება უკვე სტიმულაციის დაწყება მანამდე ხდება აი ამის ყველაფრის მენეჯმენტი მანამდე ხდება ეს ყველაფერი და ჩამოდის პროფესორი დორი ემბრიოლოგთან ერთად ეს მთელი გუნდია მათი და ისინი გაუწევენ პრაქტიკულად დიახ ისინი გაუწევენ აი ამას გონდია და შემდგომ რაღაცა პერიოდულობით მაინც ჩამოდის რა თქმა უნდა პროფესორი დორი ჩამოდის პერიოდულობით აი 3 თვეში ერთხელ ასე თქვა თვალყურს ადევნებს და ბოლომდე რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯი და ყველაფრის გაკონტროლება ხდება პროფესორი დორის ანუ მუდამ ხაზზე ხართ ასე თქვა და ინფორმაციის მიწოდება ხდება უკვე ბოლომდე რა თქმა უნდა მე მისთვის ვარ და მისთვის მომზადე კი მე თვითონ დამოუკიდებლად მუშაობ საერთოდ როგორც გინეკოლოგი, მაგრამ ინვიტრო განაყოფიერებაში პროფესორი დორის წარმომადგენელი ხარ საქართველოში. მამაყარო თქვა. ხო, ნუ დიახ, ჩემთვის ძალიან დიდი გასაგებია. კიდევ ერთხელ მისამართი თქვა თუ ტელეფონი არსებობს, ხო? ბატონო, თუ მაქვს ამის უკვე ბატონო, კლინიკა ჯანმრთელობის სახლი, ეს არის წინანდლის მდებარეობს წინანდლის 9 ნომერში, ეს არამიან ჯანმრთელობის სახლის კარგად იციან. ხო, ნუ ჯანმრთელობის სახლი. ჩემი კლინიკის ნომერსაც კი ბატონო, სადაც აი ჩაწერა უნდა მოხდეს. 77 1905 77 1906 და მობილურს კი ბატონო 577 42 1201 ეს გახლავთ ჩემი მობილური პაციენტებს თუ სურვილი აქვს მე მზად ვარ ნებისმიერ დროს გავუწევ მათ სატელეფონო თუნდაც რა თქმა უნდა თუნდაც იქნა გამომდინარე რომ ჯერ ელემენტარულად შესაძლებელი არსებობენ ხა ისეთი მსმენელები რომლებსაც აი ფიქრობენ არიციან ჯერ რა როგორ კი ბატონო და ამიტომ ვაკეთებ მე თვითონ ვასუხობ ეს მირჩენია ამიტომ რომ დიახ ამომწურავ ინფორმაციას მაინც ალბათ უფრო მე მივცე სულაც არ არის საჭირო დავუშვათ რა თქმა უნდა ხელოვნური არ არის საუბარი რომ მაინც ინვიტრო უბრალოდ აი პროფესორი დიახ იქნებ კონსულტაცია უნდათ მხოლოდ და რაც პაციენტის ნება ეს არის კეთილი ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ასევე ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა და მე ვფიქრობ ჩვენი მსმენელები რა ვიცი ხლა ვისაც სხვა ჩვენს არაერთხელ გამიჟღერებია ეს ფრაზაც ვისაც გჯერა გაგვატარეთ რა ანუ აქენა გამომდინარე ანუ ვისაც სურს ვისაც აქვს სურვილი ვისაც დავუშვათ უნდა დიახ აქ არ არის ისეთ მარტო ინვიტრო განაყოფიერებაზე ასე ვთქვათ ხაზი გასმული ანუ ზოგადად თუნდაც აი ეს კონსულტაცია რომ მიიღონ მათ რომ შემდეგი აი მათი ცხოვრება როგორ შეიძლება წარიმართოს რომ მე კიდე ისე ვამბობ რომ ნებისმიერი ადამიანი ხა ერთხელ მოვდივართ ქვეყანაზე და შესაბამისად ყველას მინდა ვიყოთ ბედნიერები ხა ვინ როგორ თulis ამას და ვინ რას შეძახის ბედნიერებას ეს სხვა საქმეა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თამუნა მე მინდა ვისარგებლო პირდაპირ ეთერით საერთოდ ხო იცი ეს მოულოდნელობები ყოველთვის პირდაპირ ეთერის ხიბლი ნამდვილად არის და სოფო ჩავაყენო ეს მოულოდნელ სიტუაციაში სოფო დაგავიწყდა რო ეთერში ხარ ეს თქვენი დამხმარება ძალიან ღელავდა და მე ვთხარი 3 წუთი გინდა მე საერთოდ სამი რამდენი ქენი სანამ სოფომ კომპლიმენტები არა ნამდვილად არა იმიტომ რომ ძალიან ღელავდი აი ზუსტად მინდა გავახსენო ჩვენი საუბარი რომ შენ ჭირდება ზუსტად უკვე შენობიძე გადავედი 3-დან მაშინ თქვენ უთხარით თქვენ ჭირდება ზუსტად 3-დან 5 წუთამდე იმისთვის რომ საერთოდ დაგავიწყდეთ რომ ეთერში საუბრობთ მეთქი და მე ვფიქრობ რომ ეს ასეც არის დიდი მადლობა სოფო თუ კი შეგვიძლია ჩვენი სახით ასე ვთქვათ მეგობრები არსებობენ რომლებიც ხო ნებისმიერ სიახლეს სიამოვნებით გავაჟღერებთ და ასე ვთქვათ ჩვენს მენელებს საქმის კურსში ჩავაყენებთ რომ ერთ შევას რომ მინდა აი ვურჩევდი ყველა ქალს რომ დროულად მიეღოთ გადაწყვეტილება შვილის გაჩენის შესახებ და ვისურვებდი რომ რაც შეიძლება ცოტა წყვილს
და ქალს კონდეს მსგავსი პრობლემა და იმედი მაქვს რომ კლინიკა ჯანმრთელობის სახლით თავის მცირეოდენ ძალიან მოგზალებულ წვრილს შეიტანს უშვილობის პრობლემის. იმიტომ რომ მე წარმომიდგენია ეს ექიმისთვის ორმაგად კიდევ უფრო ნამდვილად დიდი ბედნიერება. ძალიან დიდი მუხტია, სტიმულია და ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან ფიქრობ რომ შენი ამ ქვეყნად მოსვლის მისია შესრულებული. ღირდა, რა თქმა უნდა. ძალიან მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მენელებს შევახსენო ჯანმრთელობის სახლიდან ყავდა სტუმარი, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი სოფო კვალიაშვილი, სოფოს ვემშვიდობებით და თქვენც გემშვიდობებით. ჩვენ დილით ნახვამდის. დილის 9-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს მეგობრებო, უკვე სხვა სტუმართან ერთად. მომავალ შეხვედრამდე.